გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. საქართველოში ესტონეთის ელჩმა მადამ მარგე მარდისალუ კახარიმ ზურაბ ჯაფარიძის დაკავებაზე თავისი ესტონური დასკვნა დაადო. კიდევ ერთი ბნელი საათი დემოკრატიისთვის საქართველოში. მეგობრებო, ზოგჯერ მგონია რომ ძალიან გულუყვილო კითხვებს ვსვამ, მაგრამ ეს ჩემ ბრალი არაა, ცხოვრება ასეთი გულუყვილო. აბა განა გულუყვილობა არ იქნება, ახლა ვიკითხო, რატომ არის ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავება კიდევ ერთი ბნელი საათი საქართველოში მეთქი. თანაც როგორც მესმის ეს კიდევ ერთი ბნელი საათი ყოფილა. ანუ მანამდე ესტონეთის ელჩს რომ ვკითხო, უკვე იყო რიგი ბნელი საათებისა და წინ კიდევ რამდენი ბნელი საათი გველოდება ამას ვინ დასთვლის ურსულას გარდა. ანუ მადამ მარგეს აზრით ზურაბ გირჩის დაკავება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა. რატომ? იმიტომ რომ ის დიდი პოლიტიკური ფიგურაა და დიდ პოლიტიკურ ფიგურას არ იჭერენ. მე რა რომ მან რამდენიმე კანონი დაარღვია, ეს განა უნდა იყოს იმის მიზეზი რომ ზურაბ გირჩი დააკავონ. თავარი ისაა რომ ზურაბ გირჩი არ ცნობს კანონებს. ის არალეგიტიმურად ცნობს საქართველოს მთავრობას, პარლამენტს, საავსრულებლო ორგანოებს. დიახ, ზურაბ გირჩის გაგებით ის დღეს არალეგიტიმურ სახელმწიფოში ცხოვრობს და არალეგიტიმურ სახელმწიფოს მისი დაკავება არ უნდა შეძლებოდეს. რა კარგი ასე ცხოვრება? ეს უნდა გავითავისოთ, მეგობრებო, და კანონი თუ დაგვემუქრება, ჩვენც ასევე მოიქცეთ. ამასთანავე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობდი და საფულე, ანუ როგორც ჩვენ ვამბობდით, ლაპატნიკი შინ დამრჩა. იქი სამგზავრო ბილეთი, საბანკო ბარათები, პირადობა, ანალიზების პასუხები, დახასიათება სახმართველობიდან, ნასამართლებლობის ცნობა და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საბუთი მედო, რომლის გარეშეც გარეთ კი არა, ოთახიდან ოთახში არ გავდივარ ხოლმე. და როგორც კი მივხვდი რომ საფულე არ მაქვს და გზავრობის საფასურს ვერ გადავიხდიდი, ჩამოვხდი ავტობუსიდან და პირდაპირ მონიტორინგს ჩავეხუტე. კი ვცადე ამეხსნა რომ საფულე დამჩა მეთქი, მაგრამ მაინც გამომიწერეს 20 ლარიანი ჯარიმა. ახლა ჩემ ადგილას ზურაბ გირჩი რომ ყოფილიყო, ის ხმამაღლად განაცხადებდა რომ არ ცნობს მონიტორინგის მუშაკის ლეგიტიმურობას, არავითარ ჯარიმას არ გადაიხდის და სრულიად შესაძლებელია რომ მონიტორინგის მუშაკს თუ კი მას სუსტი ნებისყოფა ექნებოდა, ზურაბ გირჩი დაუჯარიმებლად გაეშვა. მე კი არ მომაფიქრდა ასეთი რამ. ჯარიმის ქვითარი ჩავიხუტე გულში და გადავიხადე როგორც დაგიბარებია. მაგრამ შემდგომში თუ კი ასეთი კაზუსი მომივა, იქნებ ვცადო, ხუმრობ რასაკრველია. ახლა ისმის კითხვა, რატომ მიიყვანა ზურაბ გირჩიმ საქმე დაკავებამდე? რა, დავიჯერო მან იფიქრა რომ კანონი აპატიებდა მას და არ დაიჭერდა? არამც და არამც. ზურაბ გირჩი მშვენივრად იცოდა რომ დღევანდელი კანონი უკომპრომისოა და მას აუცილებლად დააკავებდნენ. მას ეს სჭირდებოდა კიდეც. დიახ, სჭირდებოდა, რადგან ახლა მას გასხივოსნებული წამებული სტატუსი ექნება. ახლა ესტონეთის ელჩმას გაიგო ზურაბ გირჩის არსებობის შესახებ და იქნებ თვით ჯო ვილსონამდეც მივიდეს ხმა და მან მეგობარ აქტში ზურაბ გირჩის შესახებ დამატებითი პუნქტიც შეიტანოს. თანაც ზურაბ გირჩიმ იცის, რომ სასათბურო პირობებში იქნება, რომ ერთი თმის ღერი არ ჩამოორდება მისი თავიდან, რომ კაის შეჭამს, კაის დალევს და უბოდიშოდ სიტყვას არავინ ეტყვის. იმიტომ რომ ახლა მიშას ეპოქა არაა, ზურაბ გირჩი კარანტინში რომ გაატარონ და იმდროინდელი სადამჟელო სისტემის სიტკბო აგრძნობინონ ყველა მხრიდან. დიდმა პოლიტიკოსმა თინადინ ხიდაშელმაც გამოაქვეყნა განცხადება, რომ თუ წლების შემდეგ ვინმე იკითხავს, როდის დადგა საქართველოში დიქტატურა, თამამად შეგვიძლია უპასუხოთ, რომ ის დადგა 2025 წლის 22 მაისს, ანუ ზურაბ ჯაფარიძემ 20,000-იანი ლარის გადახდაზე უარი თქვა, რაცაც ყველა არსებული კანონით მოყვა დაპატიმრება და ეს ყოფილა საქართველოში დიქტატურის დაწყება. მე ის 20 ლარიანი ჯარიმა რომ არ გადამეხადა, რაც ადრე თუ გვია ნაბიჯ ალბათ ჩემს დაპატიმრებამდეს მივიდოდა,
თინათინ ხიდაშილი ამას დიქტატურის დაწყებად ნამდვილად არ შერაცხავდა. პირიქით იტყოდა რომ ახია მასზე მოკალით, დაწვით, გაანადგურეთ, ასე მოუხდებათ ქოცებსო. გასაგებიც სად მე და სად დიდი ზურა გირჩი. ხო და მორიგი გულუბრყვილო შეკითხვა ესტონეთის ელჩს. მადამ მარგე თქვენს ქვეყანაში როგორ წერია კანონში, ვინც გირაოს არ იხდის, იმას ბოდიშებით უშვებენ გარეთ? ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.